ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა ერთი ბიჭი. ის არ იყო არც განსაკუთრებით ძლიერი ან ჭკვიანი, მაგრამ თანასოფლელებისგან გამორჩეული ერთი თვისება ჰქონდა. როცა მისი მიმართულებით ქვებს ისროდნენ, როგორც არ უნდა სტკენოდა, არ უბრუნებდა პასუხს. ხალხი ამას მის სისუსტედ თვლიდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაცას ეცინებოდა მის ოცნებებზე, როცა დასცინოდნენ მის სამოსს, როცა აბუჩადიგდებდნენ მის სიმშვიდეს, ეს ბიჭი ხმას არ იღებდა. უბრალოდ იხრებოდა და მიწიდან ქვებად ქცეულ დაცინვას, შეურაცხყოფას, გაუფასურებას იღებდა და აგროვებდა. წლები გადიოდა. ხალხი მაინც აგრძელებდა ქვის სროლას, სიტყვებითაც და თვალებითაც. ბიჭუნა კი იღებდა და თავის ეზოში ალაგებდა. როცა ეზო გაივსო ამ შეგროვებული ქვებით, კედლების შენება დაიწყო. დრო გადიოდა. და ერთ დღეს, როდესაც სოფელს დიდმა ქარიშხალმა გადაუარა და შენობები მიწასთან გაასწორა, მხოლოდ ერთ ადგილას იდგა კედლები მყარად. მაღალი, უჩვეულო ფორმის კოშკი იდგა იქ, სადაც ადრე არაფერი იყო. კედლები კი სხვადასხვა ზომის ქვით იყო აშენებული. ზოგ მათგანს ჯერ კიდევ ეტყობოდა იმ სიტყვების კვალი, რომლებსაც წლების მანძილზე ესროდნენ ბიჭუნას. და სწორედ იქ, კოშკის მწვერვალზე, მადლიერი ღიმილით იდგა ბიჭი. მის გულში არ იყო ბოღმა, იყო სიმშვიდე, სიყვარული, სიმტკიცე, რომელიც შიგნიდან ამოსულმა ძალამ აღმართა. ის იდგა ადგილზე, სადაც ტკივილი იქცა საყრდენად, ხოლო ყოველი გადატანილი სიტყვა სიმყარედ. ახლა კი, როცა ქარი ამოვარდებოდა, ყველა იმ ადგილას მიდიოდა თავის შესაფარებლად. ხოდა, თუ ხვდები, რატომ მოგიყევი ეს ამბავი? ინადრე, შენსკენაც ისროლა მქვა. თუ მზად ხარ მისგან კოშკი ააშენო.